მთავრობის განაცხადებით რუსთავში წელს უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია UEFA-ს მეოთხე კატეგორიის 8000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონისა და უნივერსალური სპორტული ქალაქის მშენებლობა. სპორტული ქალაქის კონცეფციაზე რუსთავის მერის გუნდი სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს. უკვე ფუნქციონირებს ახალი სპორტის სასახლე, ქალაქის მერის მუნიციპალური სპორტული სერვისებით 1800 სპორტსმენი სარგებლობს. 119 სპორტსმენი და 240 მწვრთნელი რუსთავის მერის სტიპენდიანტია და მუნიციპალიტეტისგან ყოველთვიურად ფულად ანაზღაურებას იღებს. რუსთავში სპორტის განვითარების სტრატეგია დღეს სპორტის მინისტრმა და რუსთავის მერმა განიხილეს. ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ქალაქ რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, რომელმაც გაგვაცნო რუსთავში სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი. ძალიან სასიხარულო, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალაქ რუსთავში სპორტის განვითარებას. მინისტრთან შეხვედრის დროს განვიხილეთ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სპორტის მიმართულებით განხორციელდება ჩვენს ქალაქში, ასევე ვისაუბრეთ სერვისებზე, როგორ უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო და უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს ქალაქში.